ღვთისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს, ესე იგი, შობის წინა კვირას ყოველთვის იკითხება დასაწყისი სახარებისა. მათეს სახარებიდან, მათეს სახარებით იწყება წმინდა წერილი ახალი აღთქმისა და იწყებთ თავიდან. ამის შესახებ და იოანე ოქროპირის განმარტებით ცოტა მოგვიანებით ახლა გეტყვით, მანამდე მინდა პატარა შესავალი გავაკეთოთ. უპირველეს ყოვლისა, დღეს არის დაბადების დღე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთათმილის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთა ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის დიდი მეუფის მამის ჩვენისა ილიას. დღეგრძელობა მას დიდხანს სიცოცხლე ჩვენ ყოველთვის ესე უსურვებთ სვიმონ მიმრქმელის წლოვანებას მიაღწიოს პატრიარქს. ეს არის 300 წელი. ამინ. ესე ყოფილიყოთ და მეორედ მოსვლაც იქნება უკვე ამ პერიოდში ნამდვილად იმედია დასრულდება ეს ქვეყანა. ძმანო და დანო, გუში მიულოცეთ პატრიარქს და ღვთა ბედნიერება, რომ საღამოს ზიარების ლოცვები კითხულობდნენ, პატრიარქთან ერთად ვიყავი, ეპისკოპოსები, დლები, ერის ხალხი და მეც ჩემი მეუღლით და ჩემი პატარა ელისაბედით ერთად ვიყავით იქ და ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ესე იგი სანთლის შუბზე ვილოცეთ პატრიარქი, მე მინდა აქვე მარიღამ ჩაურთო ბოლო კუპლეტი მამა გიორგი თევდორაშვილის ლექსიდან პატრიარქს მიუძღვნა და მე აი მინდა ამით შევეხმიან უბწყინო ალესი ხარ გარეგნობით. ესე იგი მართლაც საოცარი გარეგნობა აქვს ჩვენ პატრიარქს ძმანო და დანო, მართლაც საოცარი. ესე იგი ერთმა ახალგაზრდა გოგონამ თურმე უთხრა პატრიარქს, რომ თქვენ არ უნდა ყოფილიყავით პატრიარქი. თუ პატრიარქი თურმე ახლა რაღაცა ცუდად არის ხო ნათქვამი თითქოს და რატომ პატრიარქს უთქვია? ისეთი ულამაზესი კაცი ხართ, რომ კინოვარსკვლავი უნდა ყოფილიყავით. პატრიარქი ჯვარ პანაღია გამშვენებს მკერდზე არ გადახლილ ხარ, არ გადახლილ ხარ მარჯვნივ და მარცხნივ. სხვათა შორის არაჩვეულებრივად არის ეს ნათქვამი. ესე იგი ზოგი უკიდურესება რო იციან, რომ აი პატრიარქი რატო არ გამოვიდა, რატო ეს არ თქვა, ის არ თქვა, ამას იტყვი და ეკლესიას კარგდრეს ჩააგდებდნენ იმ წლებში ძმანო და დანო. ამიტომ მართლაც არ გადახლილა პატრიარქი. სულ აი სწორი გზით გვატარა ძმანო და დანო. და ზოგიერთების მოთხოვნა რატო არ იღებს ხმას უფრო კაცსა და რაღაცა, ის ყველაფერი რომ აღესრულებინა ესეთი უკიდურესი პატრე გადავცვივდებოდით ყველა ხრამში. არა დიდეკი დიდგორის ველზე იგერიებდი მწვალებელ ხეცებს ტკბილი იესო გეხატა კვერცხზე და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ყოველთვის ვამბობ, რომ პატრიარქი არის მოციქულთა გამგზელებელი არა მარტო იმიტომ, რომ ეპისკოპოსია პატრიარქი, არამედ თავისი ღვაწლით აცდა მარადის ტკბილო მოხუცო პავლეს სარტყელი გარწია წელზე. პავლე მოციქულის ძმანო და დანო. ძმანო და დანო, მე თქვენ იცით რა დღეებია ეს დღეები? ზუსტად ეს კვირა დაემთხვა სადაგი დღეები, ზუსტად ახალი წლის წინა დღეებს, ახალ წელს და შემდგომ დღეებს და თქვენ იცით ეს როგორი დღეებია ქართველი კაცისთვის და მეც როდესაც ორშაბათს დავიწყე მომზადება დღევანდელი კვირისთვის, ავიღე ბრომად წიგნები, ავიღე რვეული და მივედი ერთ მაგიდასთან გავემზადე, რომ დამეწყო ქადაგებისთვის მზადება, მოვიდნენ სტუმრები. გავშალეთ სუფრა, დავდექი თამადად. შემდეგ, როცა წავიდნენ სტუმრები, საღამოს ავდექი ისე მოვკიდე ამ წიგნებს ხელი და მოვედი ეხლა აქ. ვიფიქრე, რომ აქ განმარტოვდები მეთქი ამ სახში, აქაც დამივეკეს და მომაკითხეს სტუმრება. შემდეგ გავშალეთ ისევ სუფრა. მოკლედ, ეს დღეები დავდიოდი მარტო დავდიოდი წიგნებით წინ.
და უკან არაფერი არ გამოდიოდა და ძირითადად ვიყავი თამა და სუფრაზე ხოლმე. ძმანო და დანო, აი ესეთი დღეები იყო და ბოლოს, როდესაც პარასკევი მოვიდა, რომ მოვიდა, მივხვდი რომ ვეღარაფერს ვეღარ წერდი, ვეღარაფერს ვერ ვიქადაგებდი და რაღა უნდა მექნა, ესე იგი კვირას გამოსულიყავი და რა მეთქვა, რა განძი მომეტანა თქვენთვის და ამიტომ ავდექი დილით ადრე და გავედი ქალაქარეთ. განმარტოვდი რომ მეთქი იქ დავდგები და რადგან იკითხება სახარების, ესე იგი დასაწყისი იკითხება სახარებისა, ავიღე ივანე ოქროპირის მიერ მათეს სახარების განმარტების წიგნი და გავედი ბუნებაში. ძმანო და დანო, სანამ გეტყოდით იქ როგორ მოვამზადე ქადაგება, მე მინდა ისევ შევეხმიანო, ბარიღამ ვისარგებლო, რადგან თქვი თამად დავიყავი მეთქი, რადგან ისევ ღვინოს შევეხებ და ღვინო აქ დღეს ამ დღეებში ცენტრალურ ადგილს იჭერს ხოლმე ქართველი კაცის აი ამ დღეებში ცხოვრებაში ძმანო და დანო, არა მარტო ამ დღეებში როგორც ეთყობა ყოველთვის და ეს ჩვენი დიდი პრობლემაა და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ აი მე ხას უსვამ ამას იმ უმადური ქართველების გამო ძმანო და დანო რომლებიც ამბობენ რომ ამერიკა ან საფრანგეთი და სადაც არიან ზოგჯერ იმ ქვეყანას ადიდებენ და აი ესე პირდაპირ ამბობენ რა არის საქართველო მე კიდევ მინდა ერთხელ მოვხაზო საქართველო არის სოფლიოში უნიკალური ქვეყანა ძმანო და დანო სულიერებით ხომ არის და არის კვართი აქ არის ღვთისმშობლის პერანგი აქ არის 100,000 მოწამის ადგილი აქ არის პირველი მოწამე მეფის ადგილი აქ არის სულ ცენტრალურია სულიერი ცენტრებია სოფლიოს ძმანო და დანო და აი უნიკალურია იმით რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვამბობთ ჩვენ ტელევიზიით ან ზოგი გავდივართ ზოგი გადის საზღვარგარეთ და მართლაც საოცარი ქვეყნებია არანაკლები საქართველოს სილამაზეზე რაღაც ულამაზესი ქვეყნებია მაგრამ რაში მდგომარეობს საქართველოს უნიკალურობა ძმანო და დანო იმაში რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა 30 კლიმატური ზონის მფლობელი ქვეყანა ძმანო და დანო ესე იგი ამ პატარა თუმცა არ არის პატარა თუ დაკარგულ ტერიტორიებსაც მივიერთებთ და ყოველთვის ქართველმა დაკარგული ტერიტორიებთან ერთად უნდა იგულისხმოს საქართველო აი ამ ტერიტორიაზე არის 30 კლიმატური ზონა ესე იგი სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა მართლმადიდებლური ქვეყანა რუსეთი იქ არის 15 კლიმატური ზონა ამხელა სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა იცით არის მართლმადიდებელი სხვათა შორის აქ ჩაურთა ზოგი ამბობს აი კათოლიკური სამყარო რამხელა და თუ დიცეძებ და ამით საზღვრავ ჭეშმარიტებას მაშინ იცოდე ყველაზე პატარა ქვეყანა სოფლიოში არის ზუსტად კათოლიკური ვატიკანი და ყველაზე დიდი სოფლიოში მართლმადიდებლური რუსეთი ძმანო და დანო ამერიკაში ესეთ დიდი ქვეყანა არის მხოლოდ 18 თუ შეიძლება 20 კლიმატური ზონა და ასე შემდეგ არის ქვეყნები ერთი კლიმატური ზონა ერთადერთი 2 3 საქართველო 30 ძმანო და დანო ანუ აქ არის ყველაფერი აქ არის ზღვისპირა აქ არის ჭაობი აქ არის მთის ზონა აქ არის ალპური ზონა აქ არის მყინვარის ზონა და ასე შემდეგ მოკლედ ძმანო და დანო 30 კლიმატური ზონა ეს არის სასწაული უნიკალური ქვეყანა და აი მე მინდა გითხრათ რომ საქართველო ასევე არის უპირველესი ქვეყანა უნიკალური ქვეყანა ვენახის ღვინის კულტურით ძმანო და დანო და აი ასეთი ღვინო და ამნაირი ასეთი მრავალფეროვანი აქ რომ მოდის არ არის არცაც სხვაგან საფრანგეთშიც კი ეს გამოკვლეულია ძმანო და დანო და მე მოვიყვან ალექსანდრე დიუმას მაგალითად ალექსანდრე დიუმას რომ ვინმე მართვას კაცო ამას არ დაულევია ფრანგული ღვინოები და რა იცისო კავკასიაში მოგზაურობა წაიკითხე და ნახე ის ამბობს კახურ კაწითელზე ამნაირი ღვინო არ არის თვით ფრანგულიც კიო აი წაიკითხე და ნახე მე ამას არ ვიგო წარმოიდგინე მაგრამ
მე მინდა სულ მოკლედ რამოდენიმე შევეხო ტვიში ალბათ ვინც ლეჩხუმიდან არის ძმანო და დანო იცის რომ ეს უნიკალური ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი მოდის ესე იგი სოფელ ტვიში და იქ დაწურილი სულ სხვავი როგორც ხვანჭკარა ძმანო და დანო ტოლაში და ესე იგი რაჭის სოფელში და ტვიში ერთმა კაცმა მეღვინე ჰოლანდიელმა რომელმაც სხვათაშორის გაგიჟებულმა ამ ტვიში წლების მანძილზე მარეული წლები რო იყო 93-14 სოფელ ტვიში ვინც კი წურავდა ესე იგი აყენებდა ამ ღვინოს სულ ყველას ყიდულობდა ძმანო და დანო უკლებ დიდ ფასად და მან უწოდა თუ შეიძლებაო ოქრო ასე ვთქვა აი წარმოვიდგინოთ რომ გადადნეს ღვინოთ ეს ღვინო იქნება ტვიშიო ძმანო და დანო წარმოიდგინეთ ეს არის საერთოდ ლეჩხუმი ძმანო და დანო მე რომ ვიყო იუნესკოში მე მეკუთვნოდეს ის შეფასება მე ლეჩხუმის ყველა სოფელს შევიყვანდი იუნესკოს ეგიდით სოფლიო ესე იგი საცავში რომ გამომეცხადებინა სოფლიო უნიკალურ ულამაზეს ადგილად და ყველა სოფელი თელ ლეჩხუმს ვინც ხართ ლეჩხუმიდან იცით ეს და იცით თქვენ ლეჩხუმი რა ადგილი ეს არის ხვამლი მწვერვალი ეს ლეჩხუმიდან არის და ჩვენ ქართველები ესეთები ვართ რომ სოფლიოში უდიდესი ინტერესია ხვამლზე რადგან ბერძნული ლეგენდით იქ მიჯაჭვულია პრომეთე ძმანო და დანო ჩვენს აგეთ ლეჩხუმში ხვამლზე ძმანო და დანო ხოლო ის უსარმაზარი გამოქვაბული რომელიც ჩვენმა მრევლის მამამ უკვე იცით თქვენ ჯუმბერ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა პრომეთეს გამოქვაბული ესე იგი იქვე ხვამლი არის და ცოტა ქვემოთ იქით არის ეს უნიკალური გამოქვაბული რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდეს პრომეთეს გამოქვაბული რომ დაინტერესონ ტურისტები ძმანო და დანო სხვათაშორის ეს გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილის მოთხოვნით მას მართლაც ჰქონდა ეს საოცარი ძმანო და დანო ეს რაც იწოდა ეს იწოდა კარგად ძმანო და დანო ესე იგი ისე აი ზუსტად ისე გადადღეს რომ ჩამოდიან მიდიან პირდაპირ პრომეთეს ყველა კითხულობს ყველა ტურისტს სად არის პრომეთეს გამოქვაბული და მიდიან იქ გამიგეთ ამაში მაგარი იყო სააკაშვილი ამაში და კიდე მეგონი ჭამაში და ვინ არ არის ჭამაში ხომ არ არის და ძმანო და დანო ამ დამსახურება არ უნდა დაუკარგო და აი მე თუ მკითხა აი ხვანჭკარას მე ვიტყოდი რომ ეს არის რომ გადავადნოთ სითხეთ წითელი ბრილიანტი ეს იქნება ხვანჭკარა ძმანა და დანო და ასევე მინდა ჟირესი ესეთი წვრთნელი იყო ფრანგი საქართველოს ნაკრების და მე მითხრა იმ კაცმა ვინც ჩემმა მეზობელმა გიორგი შარიქაძემ რომელიც მუშაობდა ესე იგი ფეხბურთის ფედერაციაში როცა წავიყვანეთ რესტორანშიო გავასინჯეთ ღვინოებიო ქაწითელი საფერავი კაი ღვინოებიაო მაგრამო ფრანგულიო და როცა გავასინჯეთ ხვანჭკარაო გაუნდაო და თქვა რომ ეს ძალიან ძლიერი ღვინო გამთ ხვანჭკარას ძმანო და დანო და ასე შემდეგ და მე მინდა გითხრათ რომ რა ღვინოები გვაქვს ეს ადრეც მაქვს ნათქვამი კინძმარაული ქაწითელი კრახუნა ჩხავერი ალადასტური თაკვერი ეს რაღაც საოცარი ღვინოებია ძმანო და დანო და ასე რომ ამითაც გამორჩეულია საქართველოს და ესე იგი ეს არის უნიკალური ქვეყანა ძმანო და დანო ამიტომ ესევა ყველა ამიტომ ყიდულობენ მიწას და ზოგიერთი ქართველი ძმანო და დანო როგორ რამხელა სიψხვილია ძმანო და დანო რომ ესე აკნინებს ჩვენ ქვეყანას და ადიდებს ამერიკას რა არის იქ ამერიკა რა არის იქ ერთხელ კი ბატონო ამერიკა ერთხელ ერთ სასულიერო პირს კითხეს ნიუ-იორკში იყო თურმე მაშინ არავინ არ დადიოდა პატრიარქთან ერთად იმოგზაურეს იყო 70-იანი 80-იანი წლები და იმერელი კაცი ის მოდელი ეხლა ეპისკოპოსი და დიდი მოყვარული ჩვენი ქვეყნის და
სულ არ აინტერესებდა ამერიკა. უყვარს გაგიჟებით იმერეთი, ხო და რო ჩამოვიდა თუნდაც დაესწრება ეუნებიან, როგორი ამერიკა, როგორია და დამანებეთ კაცო თავიო, ორი კვირა ყელი კისერმა გაშებული ესე მიხედებოდი ზემოთ ქვემოთ არაფერი მინახია. გამიგე? ესე იგი სულ სახლებია მეტი არაფერია ესეთი მაღალი სახლები, უყურებდი იმას. ძმანო და დანო, ჩვენ შინაარსიანად უნდა გავეცნოთ საქართველოს. აი მოვა მალე გაზაფხული და ჩვენ თუ ვიცოცხლეთ ღმერთმა ინება, გავაგრძელებთ კვლავ მოგზაურობას ღვთისმშობლის ბაღში, ასე უწოდებდნენ საქართველოს ძმანო და დანო და გავაგრძელებთ და ვნახავთ ზოგიერთისთვის ახალი იქნება იმ საოცარ ტაძრებს, იმ საოცარ ადგილებს ძმანო და დანო, რასაც სულიერი საქართველო ქვია. ეხლა მე ერთი ლექსი მინდა წაგიკითხო და მერე დავიწყოთ ის ქადაგება, რაც მე შეგპირდით. რატომ მინდა ეხლა ეს ლექსიც წაგიკითხოთ ძმანო და დანო. ხშირად მეუნებიან და ალბათ თქვენს გაიგონებთ ამას. აი რა ეშველება საქართველოს, თუ ღმერთი არსებობს, რატო არ გადაარჩინა საქართველო და ასე შემდეგ, თუ ღმერთი რატო არ გვეხმარება ჩვენზე წინ წავიდა სომხეთი, ჩვენზე წინ წავიდა აზერბაიჯანი წინ გაგვასწრეს ყველამ და ჩვენ რა დღეში ვართ, როგორ თუ ძმანო და დანო. ბევრჯერ გამიცი ამაზე პასუხი და ეხლა მე მინდა ერთი ლექსით გავცე პასუხი ამ კითხვაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც აი ეს რაც ხდება ჩვენ თავს და ვარ, არის ეს რაც აქ არის მოხსენიებული. ლექსის ავტორს გეტყვით ბოლოს ვინ არის. ან დუინა ეხლა რა მნიშვნელობა, ნუ კაი ჯერ წავიკითხავ და მერე გეტყვით. შენ ხომ ტაძრები მიშენე, სამშობლოზია ლაპარაკი, ესე იგი შენ საქართველო. შენ ხომ ტაძრები მიშენე, შენ მოგვიბრძანე კვართი, არმაზის კერპი მიმტრიე, უფლის შვილები გავხდი, ამი ჩუქურთმე ვარძია, ამი გალობე გრემი, ამი ფართხალე ორბები, დამოპყრობინე მთები, ავაზის ყელი ვიღერეთ, გაგვანებიურე რარი, სვეტი ცხოველი ასტყორცნე, ნიკორწმინდა და ჯვარი, რა წყაროები გვაჩუქე, მჟავე, ცივი თუ ცხელი, რა მოსავალს არ ვიღებდით, პურეულის თუ ქერის, რარი დღეგრძელნი ვიყავით, ბევრი შვილები გვყავდა, არვის იმედი გქონია, დიდი უფალის გარდა, დღეს კი სიმართლეს რაღაცა დედექტორები ზომავს, სამშობლო შოუდვაქციე, მრუში გვიკითხავს მორალს, კვლელი თიც გვიქნევს ტახტიდან, ჩვენი შესასვლა უნდა, კრავის თვისება დაგმართეს, გლიშიში რომ აქვს მუდამ, მრუშის ზეობა ყვავილობს, ეკალს არის ხამს ვარდი, სულ ყველაფერი გავყიდე, მიწაც, კორდიც და ბარდიც, გუგულის კვერცხის სიმრავლეს, სულ არავინ არ დარდობს, ყვავი ჩხავის და გონია, ძალიან მაგრა გალობს, არავის გვაცოს სიკვდილი, არ გვახსენდება ლოცვა, უფლის ნაჩუქარ შვილ ბავშვებს, შიგ მუცელშივე ვხოცავ, ან მიწარო არ გვისკდება, ან არ გვეცემა მეხი, ამდენი ცოდვის ჩამდენებს, რომ არ გვიწყრება ღმერთი იქნებ, განვახლდეთ, ორბივით იქნებ მოგვეცეს წმენა, ან სინანულმა მოგვიცვას, ან სიმდაბლემან კდემამ იქნებ დავლეწოთ კერპები, ღმერთო მოგვეცი ძალა, შენი ნაბოძი შვილები ჩვენ გოლგოთაზე ავალ, აღდგომის მადლით გვახარე, ორთავ სოფელსა შინა, გახსოვდეთ, წინა უკანა და უკანა წინა. ძმანო და დანო, ეს ლექსი დაწერა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ ნინო სვანელმა და ხშირად წერს ლექსებს, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენ აქ ლექსებს კი არ ვკითხულობთ, ძმანო და დანო, ჩვენ აქ ვკითხულობთ საქართველოს მანიფესტებს,
დიახ, თუ ეს არ იმ დონის, რომ მე რა ვიცი, ხა სუბიექტური ვარ ალბათ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ნამდვილი ქართველთა მანიფესტია ძმანო და დანო და იმიტომ ავდექი სუბიექტურობას აღარ მივაქცე ყურადღება და თქვენს წინ აი ეს არის პასუხი იმ კითხვაზე. ეხლა რა ხდება? გასული ვარ იმ გარემოში თბილის გავწიგდე 10 კილომეტრით. აღარ არის საშველი და ახმელიაზე არ ვარ, რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ზომიერად დავლი სხვათა შორის ყველაზე კმაყოფილი ვარ ამ წელს. იმ დიდ დღეებში და ამ დღეებში, რომ შეძლებს და გვარად ყველაფერი ზომიერად ჩავატარო. და გავედი და ახლა რა გარემოა ვხედავ. 1 ჰექტარზე მოჩანს ლამაზი ველი. დანარჩენი ყველაფერი დაბურულია ლისზე. საათს ირგვლივ ყველაფერი და აი 1 ჰექტარზე როგორც რაღაც სცენაზე ესე ვდგავ და იმდენად შტამბეჭდავი იყო, ესე იგი გეგონებოდა სადა დედამიწა იყო შეერთებული. და მე დავიწყე ძმანო და დანო, გადავშალე ეს წიგნი და ვკითხულობ. დღეს იოანე ოქროპირის სიტყვებია. მეგულების შესვლა კარსა დიდებულისა ქალაქისას. და რაოდენი ჩვენ გმართებს უმეტესი გძალულება, რომელთა ესე ვითართ ამათ სიტყვათა გვეგულების სმენად და შესვლათ აძარსა მას ზეცისასა, რომელ არს წმინდა სახარებაი. ასე დაიწყო იოანე ოქროპირმა და როდესაც ამ სიტყვებს კითხულობდი ძმანო და დანო, უცებ რაღაცა მომეჩვენა, რომ აი სადა დედამიწა გაერთიანებული იყო და რა კარგია რომ მე იქ წავიკითხე ეს სიტყვები ძმანო და დანო და ასე მეგონა რომ მართლა ვიდექი დედამიწაზე და აგერ ცის კარიბჭესთან და მეგულებისო შესვლა ქალაქსა დიდებულისასა. ანუ როდესაც ჩვენ დავიწყებთ სახარების კითხვას, ეს ნიშნავს რომ შევდივარ ძმანო და დანო საოცარ ქალაქში. აი ვის არა აქვს სურვილი, იმიტომ უწოდა ოქროპირმა ქალაქი, რომ იცის ყველა ადამიანს ესეთ სურვილი აქვს, აი რომ წავიდეს სადღე სამოგზაუროდ ქალაქში, ხო? აი მაგალითად ვისი ოცნება არ არის რომ პარიზში, თქვა, წავიდეს პარიზში იმოგზაუროს, ნახოს ეს დიდებული ქალაქი, ძმანო და დანო, მაგრამ აქ რა პარიზი, რის პარიზი, აქ აღმატებულ ქალაქზეა ლაპარაკი ძმანო და დანო. და აი მე ხავ ტოვებ ეს დიდი ქადაგება, რომ ჩავედიო ამ კვირის ქადაგებაში. და რას ნახავთ ამ ქალაქში, ამბობს იოანე ოქროპირი? მეუფე ქრისტეს. ჯოდომარე სასტარსა ზედა მიუთხრობელისა. ანგელოს და მთავარანგელოსნი თანა წინაშე მდგომარები. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი. მილიონობით წმინდანი გარშემო მისსა. მუნიხილო ამასა ქალაქსა შინა შვენიერება იგი ჯვრისაი. აქ ისწავლოთ გამოხსნაი ჩვენი ბნელისაგან, აქ ნახოთ აღდგომაი მაცხოვრისა და აქ ვისწავლოთ გზა ჭეშმარიტებისა და ჩვენი აღდგომისა. მას შევაგოთ კარიბჭე ამ ქალაქისა და რა იარს კარიბჭე ამ ქალაქისა. ესე იგი აი ვიწყებთო და შევაღოთ კარიო და ჩვენ წავიკითხეთ რა ეს, უკვე შევაღეთ კარი ძმანო და დანო ამ საოცარ ქალაქში. რა არის ეს კარიბჭე რომელიაო? აი ეს არისო, როგორც იწყება. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრამისა. რასა იყვი მახარებელო ღვთისათვის, თხრობა ხელყავდა დავითს ახსენება? ნახეთ რას ამბობს იოანე ოქროპირი. ესე იგი დავიწყეთ ხო ასე და უცებ კითხვა ჩდება ხო? კი, მაგრამ ჩვენ ღვთის ღმერთის შობას გვაინტერესებს და მახარებელო, ანუ მათ ეს ეუბნება იოანე ოქროპირი, რომ როგორ შენ ღმერთის შობაზე ლაპარაკობ, ღმერთზე ლაპარაკობ და დავითზე მელაპარაკებიო? ვინ იყო დავითი? ბოლო-ბოლო იყო როგორ იყო უწმინდესი ადამიანი, უდიდესი ადამიანი, მაგრამ ადამიანი ხო, როგორ შეიძლება ღმერთში? ესე იგი, ვინ არის ახსენება ამ კაცსაო? ამას ასახელებ მამად და მშობლად ღვთისაო? გამიგე? ესე იგი ისმის ხო კითხვა. და ნახე ახლა ისე ლამაზად აქვს მოტანილი ოქროპის. ახლა მათე
პასუხობს მათე მახარებელი დრომომეც მე მცირე და ახლა წარმოიდგინეთ ამას მე ვკითხულობ ყველაფერს იქ მარტო ზეცა და დედამიწა რო გაერთიანებულია და ასე მგონია რომ აი ოქროპირი ელაპარაკება მათეს ზემოთ ქრისტია ღვთისმშობელი მთელი ანგელოზები რაც წავიკითხე წმინდანები და გაოგნებული ვარ თან მეშინის თან მიხარია ბურძგლავს და დრომომეც ამბობს ესე იგი მათე მცირე ნუ ყოველსა ერთმანათ ეძიებთ ცნობად უცებ ნუ გინდაო ყველაფერი მათეუნება ოქროპოს რამე თუ ჯერეთ შესასვლელსად გახარ ქალაქისასა და ეძიებ შინაგანსა ნახეთ რა შეუნებ ესე იგი ვინც პარიზ მიუახლოვდება პარიზის ცენტრი ძალიან ლამაზია ხა მე არ ყოფილი ვარ მაგრამ ვიცი ჟურნალებით ვიცი ტელევიზიით ერთ-ერთი ცენტრი არის ტრიუმფალური თაღი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა პარიზის არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი ეიფელის კოშკი და ასე შემდეგ მაგრამ პარიზთან სანამ შემოგარეში სადაც აწერია უკვე შევედით პარიზში იქ შეიძლება უღიმღამო სანახაობა როგორც ჩვენთან შემოდიხარ სანამ ნახავ ძველ თბილისს იქით შორიდან შემოდიხარ თქვათ იქიდან მუხიანიდან იქიდან თქვათ იქით ფონიჭალადან აქეთ ჯერ არ ჩანს თბილისის სილამაზე მსგავსად ნახეთ ძმანო და დამო შენ ვისაც ვინც იტყვის რა არის პარიზი იქ თუ არ უნახია ცენტრი მაშინ იმას პარიზი არ უნახია ამიტომ ეუნება შენო ჯერ შესასვლელში გახარ და რატომ იძახი სად არის და ასე შემდეგ კითხვა სხვათა შორის აქ ერთი საინტერესო რამ არის ზოგიერთი რთულ კითხვას სვამს აი რატომ ბოროტება შექმნა ღმერთმა ასევე ესეთი კითხვა რატომ თუ უნდა წარწმენდილიყო დიდი ნაწილი რატომ ისი არ მოაწყო უფალმა რომ არავინ არ წარწმენდილიყო და ასე შემდეგ ეს რთული საღვთისმეტყველო კითხვები მაგრამ აი ზუსტად მსგავსად ამისა ამაზე ესეთი პასუხის გაცემა კი შეიძლება მაგრამ ადამიანი უნდა ჩაერთო ძმანო და დანო ეკლესიურ ცხოვრებაში ნენელა უნდა გავიდეს დრო როცა ამ კითხვებზე მიიღოს სრული პასუხი ძმანო და დანო ანუ რაღაცა როცა ამ კითხვას სვამ შენ ქალაქის ჭესთან ხარ და შენ მეკითხები ისეთ რაღაცებს რომ სად არის ქალაქის ცენტრი მე კიდე გეუნები კაცო ჯერ დაიწყე სულა მოდი ნენელა მიგიყვან ამ ცენტრში და განახებ იმ მშვენიერებას ასე რომ დასაწყისში ასე არ იწყება სულიერი ცხოვრება რატომ შექმნა ღმერთმა ის რატომ ესე არ შექმნა რატომ ისე შექმნა და ასე შემდეგ სულიერი ცხოვრება უნდა დაიწყო ძმანო და დანო სინანულით იმიტომ რომ შენშია ის ბოროტება რომელზეც იძახი რატომ შენშია ის ბოროტება და პირველად ეს დააფიქსირე თქვი მაპატიე უფალო სინანული დაიწყე და მე ყველაფერი გაგეხსნება ყველაფერი ახსნილი იქნება ძმანო და დანო დაიბგავარ კითხულობ და ნახეთ რა შეუნება მათე იოანე ოქროპირის ჩემსა პირველმაო ჩემზე ადრეო ისაიამ თქვა ესაო თან გაკვირვებულმა თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას ანუ ისაიას აქვს ესეთი რამ რომ თესლტომი მისი ანუ ღმერთზე ისაიამ იწინასამეთველა ეს ღმერთმა უთხრა ეს სიტყვები რომ მას ეყოლება ხორციელი შობა იქნება ღმერთზე და ამიტომ ისაიამ გაკვირვებულმა იკითხა თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას ესე იგი ეს რა საოცრებაო კაცო მეო ღმერთზე ვლაპარაკობო და უცებ წინასწარმეტყველება ესეთი რომ ის ხორციელად იშვება და გაკვირვებულია ისაია და ამბობს ეს როგორ აი ესე იყო ძველი აღთქმა დაფარული იყო ახალ აღთქმაში განცხადდა ყველაფერი როგორ ძმანო და დანო ეს არის და სხვა სახარებაში რაც არის მეორე შობისთვის ესე იგი ჩვენ ხო ვამბობთ შობილი წამსში შობილი დროში ღმერთი ქრისტე ესე იგი მამა ძეა ლაპარაკი ესე იგი იშვება მამისაგან მუდმივად მარადიულად მუდამ ანუ კი არ დროში იშვა არამედ მუდამ და სულიწმინდა გამოდის ესე იგი მამისაგან როგორც არის წამში ძმანო და დანო ხვდებით ხო
თითქოს გრავიც თუ გაურკვეველია მე შეიძლება კიდე კარგად ავხსნათ. ესე იგი შობილი და არა ქნილი ნიშნავს იმას, რომ აქ ასე ვამბობ, ჩვენ გამოვხატავთ, თორე როგორ შეიძლება ღმერთზე ილაპარაკო ის მიუწვდომელია. ჩვენ გამოვხატავთ, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ეს არის ერთი ღმერთი, სამპიროვანი და მარად იშვება მამისაგან ძე ქრისტეც. მანუ ეს არის პირველი ასე ვთქვათ შობა, ოღონ არა ქნილი, არამედ მარადიული შობა. ამიტომაა, როცა ფარფლი მოწაფე მაცხოვარს ეუნება ძმანო და დანო ნიკოდიმოსი, როგორ უნდა იშვესო კაციო, მეორეჯერ ხوار ეს ნათლობის შობაზეა ლაპარაკი. მაცხოვარმა უთხრა, აიო შენო ხორციელი გითხარი და ის ვერ გაიგეო და რაღაც გაიგებ სულიერს თუ გეტყვიო, ანუ თავის შობაზე უთხრა, რომ იგი ღმერთია განკაცე ძმანო და დანო. სხვათა შორის საოცრება ერთ-ერთი დამადასტურებელი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების, ქრისტიანობის ჭეშმარიტების ეს არის წამსი, რომელსაც ჩვენ აქ ვკითხულობთ ძმანო და დანო. წამსი, რომელსაც აქ ვკითხულობთ და რატო? იმიტომ რომ ეს წამსი მიღებული იქნა მსოფლიო კრებებზე, უпростоრად ის წმენა რაც ჰქონდა მაცხოვარმა გადმოცა მოციქულებმა მოწაფეებს, ეს ყოველთვის იყო ეს წამსი, მაგრამ ეს ჩამოყალიბებულად დამტკიცდა მსოფლიო კრებებზე და რამდენი საუკუნეები გავიდა ძმანო და დანო, რამდენი საუკუნეები მას შემდეგ და მართლმადიდებულ კათოლიკურ სამყაროში და მართლმადიდებლში, თქვენცით კათოლიკურ სამყარო ეს არ არის ჭეშმარიტი ეკლესია, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, ვინც ქრისტეს აღიარებს, კათოლიკური სამყარო, მართლმადიდებლური სამყარო, ეს მთელი მსოფლიოა ძმანო და დანო. ამდენი საუკუნეა ყოველ დღე, სადაც ტარდება წირვა და განსაკუთრებით ყოველ კვირა დღეს მთელ მსოფლიოში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, ლონდონში, ნუ მთელი მსოფლიოს ყველა ქალაქები რო ჩამოვთვალოთ, ამ წამს ამბობენ ძმანო და დანო. ეს სასწაულია. რატო? აი, ნახეთ, მე ესე მინდა გამოვხატო ეს აზრი მუხრანის ლექსი. მოკლედ ლექსების ხასიათზე ვარ. იდება უფალს, სხვას რომ არ ესმის, დააგვირდი? სხვას რომ არ ესმის. შენი ლექსი, შენ როგორც გესმის. სისულელი ამის გამო უკეთ უბორგავ. სისულელია ვინაიდან არამცდუ ლექსი სიტყვაც კი ერთნაირად არ ესმის ორ კაცს. და თუ ერთი სიტყვა არ ესმის ორ კაცს ერთნაირად, წარმოიდგინეთ ძმანო და დანო საუკუნეების მანძილზე რა სიტყვებს ვამბობთ აქ, როგორ გამოყვანის წმინდა წერილიდან, ხო? ეს ისე ხო არ დაიწერა რა ლექსად მართლა. ეს როგორი ბრძოლის შედეგი იყო ეს წამსი, რომელიც დაიწერა და თუ ერთი სიტყვა არ ესმის ამდენი მილიონობით და მილიარდობით ადამიანი ძმანო და დანო ვამბობთ წამს და ყველას ესმის ეს ისე როგორც უნდა ესმოდეს. აი სასწაული ძმანო და დანო. და ვაგრძელებ ესე კითხვას. რა გესმა შენ შობა იესო ქრისტესი, თან ეს არის პარასკევი, ეს რომელი დღე იყო? ეს იყო უკვე ორი რიცხვი. ბედობის დღეს რო უწოდებენ და ესე იგი დგავარ და კაცი შვილი არ არის არსად ირგვლივ არც ტრასაზე ეს ისეთი დღეა ხო ყველას ძინავს ან კეიფობს და კიდე ორმაგად მიხარია რომ მე დგავარ და ვკითხულობ ამ წმინდა წერილს და რა გესმა შენ შობა იესო ქრისტესი ამისთვის განკვირდი რომ ღმერთმა თავსიდვად ძე დავითისა წოდება რაითა ყოს შენ ძე ღვთისა იშვა ხორციელად რათა შენ იშვა სულიერად რაი სარგებელ არ სიტყვის ვინმე ვისმოდეთ და არა ვიქმოდეთ აი ხა მიაქციეთ ყურადღება რა სარგებელი არსო ამბობს იოანე ოქროპირი ვინმე ამბობსო ვისმოდეთ სახარებასა და არა ვიქმოდეთო არ სარგებელი მათემას מחარებელი ამბობს არ სარგებელი ანუ თქვენ თუ დაგეზარათ მინდა წერილს კითხვა და იფიქრებთ რა აზრი აქ ეხა თავში არაფერი შედის არ მინდა არც აქვს თურმე მაინც სარგებელი არ სარგებელი აბრალოს თავსათვისა და უკეთ თუ შეეხშიროს სახარებას კითხვასა
მოსვლა დამცა არ საქმეთაცა. ანუ ესე იგი დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძმანო და დანო ეს რო ცოდვა, ის რო ცოდვა, ჩვენ ვინ გვეუბნება ამას სახარება, ქრისტე გვეუბნება. და თუ ეს არ წაიკითხე, მაშინ მოისმე შენ ტელევიზორი და ირგვლივ, ხოლო საწინააღმდეგოს. ეხლა იცით ალბათ პირდაპირ ქადაგებენ რომ არაფერი ცოდვა არ არისო, კაცო კაცი კაცმა ცოლად მოიყვანოსო, ესო არაფერი ავანტყოფობა არ არისო, ეს იქამდეც კი მივიდნენ, დაიწყეს ოიდიპოსის კომპლექსზე ლაპარაკი ძმანო და დანო, ფროიდის. და ესე იგი ჯერ თლად ვერ ბედავენ, მაგრამ ხო შემდეგი ნაბიჯი ეს იქნება, რომ ალბათ ამასაც გამოაცხადებენ, რომ ეს როგორ უნდა თქვა, კაცმა რომ დედა მოიყვანოს ცოლად, ამასაც ნორმალურად გამოაცხადებენ მალე ძმანო და დანო და არი ქვეყანა 1-2 საათი უკვე დაიწყეს ეს ძმანო და დანო. და ქართველები ჩვენ გვატყუებენ, გძირავენ, იქით სადღაც ეშმაკის უსკულისკენ მიგვაქანებენ და ქართველი რომ მიდიოდა ბრძოლაში ძმანო და დანო, ასე ამბობდა ქართველი, დედა შეერთოს ცოლად, ესე იგი ისეთი საშინელებაა რა თქმა უნდა და აი ეს უნდათ მოგვახვიონ თავს ძმანო და დანო. გესმით თქვენ, გესმით რა საშინელება და ამიტომ არის სახარება, ამიტომ არის უფრო გაფწინდა დღეს საქართველოს ზოგი რო იძახის რომ რაღა დროის სახარება უფრო საჭიროა დღეს როგორც არასდროს ისე წინავ დღეს ქრისტიანობა, იმიტომ რომ სხვა გზა რომ პირდაპირ ხედავთ არ არის ძმანო და დანო. და სხვა გზა იქნება ის გზა, რაც ახლა მე ვთქვი, საშინელი, ეშმაკის და როცა წაიკითხავს ხშირათო, აბრალოს თავსათვისა, უკვე თუ შეეხშიროსო და მოსვლადაც არ საქმითა. ხოლო რომელი არა ისმენდეს, არა მოვიდეს სინანულად. ასე რომ ძმანო და დანო, ჩვენი წყარო, ჩვენი დიდებული წიგნი, რომელიც დავიწყეთ დღეს შობის წინა დღეებში კითხვა თავიდან, აი ეს არის ჩვენი გადარჩენა ძმანო და დანო. და იმიტომ ეწოდა მას სახარება, რომ ის გვიამბობს დიდ სიხარულს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბედნიერები ვიყვეთ ძმანო და დანო, რაც არ უნდა ბედნიერები და ახსილი ვიყვეთ ყველაფრით, თუმცა ეს შეუძლებელია, ჩვენ ვიცით კარგად და ახსენით კიდევაც, მაგრამ დაუშვათ, რომ იყოს ესეთი ადამიანი, რომ ყველაფერი კონდეს, ესე იგი სიმდიდრე, ჯანმრთელობა, ცოლი, კარგი შვილები, ისინი ჯანმრთელი და მოკლედ ასე შემდეგ და არაფერი პრობლემა არ კონდეს, მაინც განილევა ეს ცხოვრება და დამთავრდება. ხო? დამთავრდება. რატომ არის ადამიანი მაინც არ არის ბედნიერი? თუნდ ყველაფერი კონდეს, იმიტომ რომ პოტენციურად ჩვენ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, არ ვიცით რა წამში რა მოხდება, შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. ამიტომ რაღა იგი სინათლე, რასაც ახავს ბნელიაო ამბობს რუსთავი. ამიტომ ძმანო და დანო სახარება იმიტომ ქვია, რომ ის გვახარებს მარადიულ ნეტავ ცხოვრებას. და ვერც ერთმა ეს ვერ ახარა, გარდა სახარებისა, გარდა ქრისტიანობისა, ვერც ერთმა იდეამ, ვერც ერთმა რელიგიამ კაცობრიობას ვერ ახარა ეს. იცით თქვენ, ბუდიზმი ამბობს გაურკვევლად, იქ რა არის თვითონ არ იცის, ვაკუუმი ამბობს. მუსულმანები ამბობენ თითქმის ზღაპარს იმ ქვეყნად, ხოლო ქრისტიანები ძმანო და დანო პირდაპირ ასკეტიზმზე დაფუძნებით, პირდაპირ ამბობენ, ადასტურებენ მარადიულ ნეტარ ცხოვრებას ძმანო და დანო. თუ ვინმე გეტყვით, მე მიყვარს ამის თქმა, რომ კარგი ერთი კაცო ვინ მოსვლა იქიდან, იმ ქვეყნიდანო, ან ვინ წავიდა, ვინ მოვიდაო, ვინ წავიდაო, უთხარით პავლე მოციქული. პავლე მოციქული ამბობს, მესამეცამდე ატაცებული იყო ერთიო თავის თავზე, სიმდაბლით არ ამბობს თავის თავს, თვითონ იყო ატაცებული, ანუ 64-ში იმ ქვეყნა ღმერთთან ატაცებული იყო და ენა ვერ გამოთქვამს ამბობს პავლე მოციქული, თუ რას უმზადებს ღმერთი ადამიანს ძმანო და დანო. მამების განმარტებით ეს ქვეყანა მოგვეჩვენება ტალახად იმასთან შედარებით. და როცა ადამიანი ცხონდება გავა ამ ქვეყნიდან და ცხონდება, ის მიხვდება, რომ ციხეში იყო ძმანო და დანო გამოკეთილი აქამდე. აი რა არის ის ქვეყანა, თუ შეიძლება რომ ვერ შეიძლება, ვერ წარმოიდგეთო. უბრალოდ აი ესე და თუ ვინმე იყოს უთხარი რომ პავლე იყო იქ, პავლე მოვიდა და პავლემ გვახარა თქო უთხარ, სხვას რო თავი დავანებო. თუ იტყვის ვინ არის პავლეო, შენ უთხარი შენ ვინ ახარ, თორე პავლეს მთელ სოფლიოში, ყოველ ქალაქში, ყოველ პირას და ყოველ დღე
მისი ეპისტოლები იკითხება თქო, უნდა უთხრათ. დაგლოცოთ და გაკურთხოთ მერცხა და მოგვიყვანოს.